ძალიან უჭირს ყველანაირი საქმის გაკეთება. ეს აისახება როგორც დედის, ასე ვთქვათ, მინერალიზაციას და მე უკვე ბავშვის ჯანსაღ განვითარებას და გულჩვილები ხდებიან და ტირიან, მაგრამ ბოლო პერიოდში შეიცვალა და ძილს, ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღ კვებას. მოგესალმებით, ეს ჩვენი მე-6 გადაცემაა და დღევანდელი გადაცემის თემა არის დედის ჰორმონალური ჯანმრთელობა. ორსულობა და მშობიარობა ეს არის ორი ფიზიოლოგიური მოვლენა დედის სხეულში, რომელიც რევოლუციას იწვევს. ჰორმონები იცვლებიან ნერვული სისწრაფით და დედები ამ ცვლილებას სხეულით, ემოციებით და ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სტილით გრძნობენ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია. ნაია, მოგესალმები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა არის ჰორმონები. პირველ რიგში დავიწყოთ თემით ჰორმონები და ყაბზობა. ამ მიმართულებით რო გითხრა, რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე, დედის ორგანიზმზე ჰორმონები და ყაბზობა. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ორსულობა ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონული ცვლილებების პერიოდი არის ქალის ორგანიზმისთვის. ამ ცვლილებების გარეშე ორსულობა ვერ დადგებოდა და შესაბამისად მე თვითონ ორსულობის დროსაც ხდება ესტროგენების და პროგესტერონის დონის მომატება. პროგესტერონი არის ჰორმონი, რომლის მომატება ადუნებს კუნთოვან სისტემას, იმის გამო, რომ ნაყოფი განვითარდეს საშვილოსნოში, საშვილოსნოს კედლების შეკუმშვა არ მოხდეს და არ განვითარდეს ნაადრევი მშობიარობა. შესაბამისად, ეს ნაწილ მიკროფლორასაც და ნაწლავურ პერისტალტიკასაც ადუნებს და ვითარდება ყაბზობა, იგივე ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე შეკრულობა, რო ვახსენოთ. შესაბამისად, აქ საჭირო არის, რომ ორსულობა დაიცვას გარკვეული კვებითი რეკომენდაციები, ფიზიოლოგიურად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კუჭის მოქმედება ნორმალური არ გვქონდეს და შესაბამისად შეგვიძლია შესაბამისი მედიკამენტებიც მივიღოთ, რაც უსაფრთხოა ორსულისთვის და ნაყოფისთვის და ასევე კვებითი რეკომენდაციები დავიცვათ. კვება მაინც პირველ რიგში არის და მერე უკვე სითხის ადეკვატური მიღება და თუ არც ერთი არ არის საკმარისი, მაშინ შესაბამისი სპეციალისტი უკვე მედიკამენტოზურ თერაპიას დანიშნავს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ორსულობის დროს ძალიან ხშირი არის ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაც. ეს არ არის ნორმა, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს. როგორიც არის მაგალითად ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და ამასაც ასევე გვერდით მოვლენის სახით ახასიათებს შეკრულობა. საკმაოდ ხშირი არის ეს მდგომარეობა, შეიძლება ორსულობამდეც ჰქონდეს პაციენტს, ან ორსულობის დროს განუვითარდეს და თუ არ არის კომპენსირებული მედიკამენტოზური თერაპიით, ეს ჰორმონული ფონი მაშინ უცებად იქნება შეკრულება. ნაია, მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემაა პასუხისმგებელი თუ ჰორმონებიც მონაწილეობენ ზოგადად ამ პროცესში? ხო, აი როგორც აღნიშნე, პროგესტერონის მატება ბუნებრივად იწვევს ამ შეკრულობას. მაგრამ თუ ორსული მანამდე არასწორად იკვებებოდა, მე ორსულობის დროსაც აგრძელებს არასწორ კვებას, არ იღებს საკმარისი ოდენობით ბოსტნეულს, საკმარისი ოდენობით სითხეებს, მაშინ კი, შესაბამისად, მე უკვე ნაწლავური მიკროფლორის დარღვევის გამო შეიძლება იყოს შეკრულება. ზოგადად ყაბზობა, ესე ქრონიკულად როცა აქვს ადამიანს, რამდენად საშიშია? ხო, შეკრულობა როგორც ასეთი საკმაოდ ყურადსაღები მდგომარეობა არის. პირველი აქ მნიშვნელოვანია ის, რომ კუჭის მოქმედება საჭირო არის ნორმალური იმისათვის, რომ ორგანიზმმა ახალი ნივთიერებები მიიღოს და მათი შეწოვა ადეკვატურად მოხდეს. თუ არ ხდება ეს ცვლა და განავლოვანი მასები დიდხანს არის ჩვენ საჭმელმომნელებელ სისტემაში, ეს აისახება ზოგადად ჩვენს მდგომარეობაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეკრულობა პრობლემას ქმნის, თუ 3 დღეში ერთხელ მაინც არ არის დეფეკაცია. თუ 3 დღეში ერთხელ არის დეფეკაცია, ეს მეტნაკლებად ნორმალური და არ არის ძალიან საშიში მდგომარეობა. შეიძლება ბევრი ფაქტორი იყოს ამის გამაპირობებელი. ზოგჯერ არის გრძელი ნაწლავის სინდრომი, მაგალითად, როდესაც მეტი დრო ჭირდება საკვებს, რომ მონელდეს და მერე გარეთ გამოვიდეს. და რაც შეეხება აქ მნიშვნელოვანია ასევე ნაწლავური მიკროფლორა, იმიტომ რომ ჩვენი ნაწლავის მიკრობიომი შედგება მეგობარი ბაქტერიებისგან და როდესაც ჩვენ ძალიან დიდი ოდენობით არაჯანსაღ საკვებს ვიღებთ ჩაქრის მაღალი შემცველობით რაფინირებულ პროდუქტებს, ნელ-ნელა ვარღვევთ ამ ნაწილ მიკროფლორას და მერე უკვე საკმაოდ რთული არის მისი ბალანსის აღდგენა. აი თქვენ ახსენეთ სწორი კვება. რამდენად დიდი როლი უკავია ზოგადად ამ მიმართულებით სწორკვებას და აი რას გულისხმობთ სწორკვებაში, რომ ხო, სწორი კვება გულისხმობს გარკვეული საკვების ჯგუფის აუცილებელ მიღებას. ანუ ჩვენ ზოგადად ცოტა
სწორგობას ისე ვუყურებთ რომ რაღაცის არ მიიღებას, მაგრამ ჯანსაღი ყურადღებას ამახვილებს რა საკვებს ვიღებთ. ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ შოკოლადაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ეს არის ბოჭკოს ადეკვატური ოდენობით მიღება. ბოჭკო არის როგორც ხსნადი, ასევე უხსნადი და ნორმალს დასულმა ადამიანმა უნდა მიიღოს 25-დან 35 გრამამდე ბოჭკო, რომელიც საკმაოდ რთული მისაღები არის, რთული იმ კუთხით, რომ ასე ვთქვათ, ყურადღება მისაქცევი არის ვიღებთ თუ არა საკმარისი ოდენობით ბოჭკოშემცველ პროდუქტებს. ბოჭკო არის ბურღულეულ კულტურებში და ბოსტნეულში ყველაზე მეტი ოდენობით. მაგალითად, შვრია არის ძალიან კარგი წყარო უხსნადი ბოჭკოსი და ძალიან კარგად ახანგზლებებს როგორც ნაყროვანების გრძნობას, ასევე კუჭის მოქმედებასაც არეგულირებს, ასევე სხვადასხვა მარცვლეული კულტურები, ჩიაც, სელით შეიცავს დიდი ოდენობით ბოჭკოს, არარაფინირებული ბურღულეული. ეს ხორბალი იქნება, მერე უკვე ცეხვილი პურის სახით თუ ისე ხორბლის მოხარშული ხორბლის სახით, წიწიბურა მაგალითად ველური ბრინჯი ხშირად არის, რომ თეთრი ბრინჯი არ არის იმდენად სასაგებლო, რამდენადაც ველური ბრინჯი არის, რომელიც არ არის დამუშავებული. ასევე ბოსტნეული ყველანაირი სახის, რაც შეიძლება კანიანად, მათ შორის ხილიც, კანიანად და ბოსტნეულიც და ფერმენტირებული ბოსტნეული. აი ეს მეგობარი ბაქტერიები, რაც ვახსენე, იმისათვის რომ ჩვენ აღვადგინოთ მისი ოდენობა, უნდა მივიღოთ ფერმენტირებული პროდუქტები. ანუ ეს არის როგორც დამჟავებული ბოსტნეული, ასევე მაწონი, კეფირი და მისი მსგავსი, ასე ვთქვათ, რძემჟავა პროდუქტები, იმიტომ რომ მათი ფერმენტაციის დროს იქ ცოცხალი ბაქტერიები წარმოიქმნება და მე როგორ მათი მიღება სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გასაკეთებია, რადგან კვებას შევახეთ, მე ესეთი შეკითხვა მაქვს, ხშირად არის ხოლმე, აი რჩევის სახით გვეუბნებიან, აი მივიღოთ ბევრი სითხე. აი რაღაცა, აი თუნდაც კერძის მიმართულებითაც სითხე კერძები რომ არის, ან რამდენად სწორია ეს, როცა მსგავსი ტიპის რჩევებს გაძლევენ. კი. ანუ სითხის მიღებას რაც შეეხება, ანუ სუფთა წყალი არის ყველაზე კარგი ასე ვთქვათ, საშუალება, რომ სითხის ადეკვატური ოდენობა მივიღოთ. დაახლოებით ეს არის 30 მილილიტრი მაინც კილოგრამ წონაზე. ანუ ადამიანისთვის ძალიან გადაჭარბებაც არ ხირს, იმიტომ რომ მაშინ წყალშეხსნადი ვიტამინები შართან გამოიდევნება, მაგრამ სითხე უნდა მივიღოთ. ძალიან ბევრს აინტერესებს, ამიტომ ვიტყვი, რომ მწვანე ჩაი, შავი ჩაი და ყავა არ შედის ამ სითხის ოდენობაში, უნდა მივიღოთ ესენი, იმიტომ რომ მათ ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებები აქვთ, მაგრამ სუფთა წყალს უტოლდება პიტინის ჩაი, გვირილის ჩაი და ბუნებრივად უკოფეინო სასმელები, რაც არ არის შავი და მწვანე ჩაის ბაზაზე დამზადებული. იმიტომ რომ მე შეიძლება კოფეინმა ძილი დაარღვიოს და ამ კუთხით. თუმცა კოფეინის ნორმალური ოდენობით მიღება და ორსულისთვის ეს არის 200 მილიგრამი მაქსიმუმ, ანუ დაახლოებით 1 ან 2 ჭიქა ყავა დღის განმავლობაში პერისტალტიკას ძალიან კარგად უწყობს ხელს და შეკროლობებისაც აწუხებს მათთვის ყავის მიღებაც ძალიან სასაგებლო იქნება სითხესთან დამატებით. გასაგებია. მოდით დაუბრუნდეთ ისევ ჰორმონის მიმართულებას, ანუ დედის ჰორმონალური ცვლილებები ორსულობის შემდეგ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან რთული პერიოდი არის და ამ მიმართულებით მინდა ასეთი ტიპის შეკითხვა დაგისვათ, რომ აი მშობიარობის შემდეგ არის ხოლმე ამბობენ, როდესაც ჰორმონები დარღვეულია, ძალიან ხშირად დედებს აი დეპრესია ემართებათ და რამდენად მოქმედებს ჰორმონალური დარღვევა დეპრესიაზე? კი, მოქმედებს ძალიან, იმიტომ რომ როდესაც ორსულად არის ქალბატონი, მას ესტროგენის და პროგესტერონის დონე მომატებული აქვს და მშობიარობის მერე მკვეთრად ეცემა ამ ჰორმონების დონე და შეიძლება გაუჭირდეს ამასთან გამგლავება ქალბატონს და შესაბამისად შეიძლება იყოს გარდამავალი ესეთი მსუბუქი სევდანარევი პერიოდი, რომელიც მალე აღდგება, მაგრამ შეიძლება საკმაოდ მძიმე დეპრესიამდეც მივიდეს. ამასთან ერთვის უძილობა პატარას მოვლასთან დაკავშირებით, გარკვეული საკუთარ თავის მიუღებლობას, იმიტომ რომ წონაში მატება ხდება, წონის დაბრუნება ასე უცებ არ ხდება და შეიძლება ამასთან დაკავშირებითაც გაამწვავოს ამანაც დეპრესია. ამიტომ დეპრესიის შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის, მაგ დროს არ ხდება არანაირი ჰორმონული მკურნალობა, ჩვენ არც ვაკონტროლებთ ამ ჰორმონების დონეს, მაგრამ აუცილებელი არის, რომ თუ ეს კონკრეტულად დეპრესიასთან დაკავშირებული სიმპტომები აქვს, ქალბატონს აუცილებლად მიმართოს უნდა ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს სიმძიმის მიხედვით.
ანუ ესეთი შეკითხვა გამიჩნდა საუბრის პროცესში, აი, როდის არის აი ენერგიის დაქვეითება, გაღიზიანება, ესეთი ან ნორმალური. როდის რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ამ დროს ენდოკრინოლოგს? ნუ ენერგიის ახლა თვითონ ქალბატონსაც შეუძლეს პრინციპში თავისი მდგომარეობის მიხედვით განსაზღვროს, მაგრამ ძალიან ძლიერად, როდესაც არის გამოხატული, რაც არ შესაბამება მის ზოგად მდგომარეობას და მეტად აღნიშნავს, რომ აი ძალიან უჭირს ყველანაირი საქმის გაკეთება, ეს ერთი, წონის უეცარი დაკლება ან მომატება, სიცივის აუტანლობა და ზოგადად ტემპერატურული რეჟიმის მიმართ, ასე ვთქვათ, ესეთი დამოკიდებულება, რომელიც ზოგადად არ ახასიათებდა თმის ძალიან ძლიერი ცვენა და ასე ვთქვათ, გაღიზიანებადობა ხა კი ახასიათებთ, მაგრამ ნუ თვითონაც შეიძლება გაუკვირდეს, რამდენად გაღიზიანებული არის, რაც მანამდე არ ახასიათებდა. ესე რამდენად ხშირია მშობიარობის შემდგომ თმის ცვენის პრობლემა? თმის ცვენა თუ ინდივიდუალურია მაინც? ხო, ინდივიდუალურად ჯერთი იმაზე არის დამოკიდებული, რა ვიტამინების და მინერალების დეფიციტი აქვს ორსულს. ზოგადად, როგორც წესი, კარგად ნამართი ორსულობა გულისხმობს იმას, რომ ორსული იღებს მულტივიტამინებს. მოწოდებული და აუცილებელი არ არის მულტივიტამინების მიღება, თუ ორსულს რაციონი დაბალანსებული აქვს. მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ ეს დაბალანსებული რაციონი ძალიან იშვიათად არის ხოლმე და ამიტომ მაინც იმისათვის, რომ ავიცილოთ თავიდან გარკვეული დეფიციტები დედის და ნაყოფის ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ ნაყოფს ხომ მიაქვს თავისი დედის ორგანიზმს ორჯერ მეტი მუშაობა უწევს და ორჯერ მეტი მოთხოვნილება აქვს ნივთიერებებზე, ვიდრე არაორსულს და ამ დეფიციტებმა შეიძლება განაპირობოს. განსაკუთრებით რკინა არის აუცილებელი. რამდენად ხშირია ყველასთან არის კი, ყველასთან არის აუცილებელი რკინის საპროფილაქტიკო დოზის მიღება და თუ დეფიციტიც თან ახლავს ამას, მაშინ რკინის გაორმაგებული ოდენობა. დ-ვიტამინიც მზის ვიტამინი არის და ამიტომ მზეზე თუ ვერ ვატარებთ საკმარის დროს, საკვებით მისი მიღება ნაკლებად ხდება, თუ არ არის დ-ვიტამინით ფორტიფიცირებული პროდუქტი, ამიტომ ამ შემთხვევაშიც გვიწევს, რომ დანამატის სახით მივიღოთ და მე პირადად პრაქტიკაში პაციენტი, ვინც არ იღებდა დ-ვიტამინს და მაინც ნორმაში ქონდა, ესეთი არ მყოლია, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს აისახება როგორც დედის ასე ვთქვათ მინერალიზაციას და მე უკვე ბავშვის ჯანსაღ განვითარებას და რკინა მნიშვნელოვანი არის ტვინის ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის, როგორც დედის, ასევე ნაყოფის და სწორი განვითარებისთვის და თავიდან გვაცილებს ნადრევი მშობიარობის რისკებს ასე. იოდის ნაკლებობაზე რას გვეტყვი? თვითონ იოდის ნაკლებობა საქართველოს უკვე აღარ მიეკუთვნება იოდის ენდემურად დეფიციტურ რეგიონებს, იმიტომ რომ ჩვენთან კანონით მარილი უნდა იყოს იოდიზირებული, თუმცა თუ მაინც განვითარდა ჰიპოთირეოზი, ანუ ეს არის ფარისებრი ჯგუფის ფუნქციის დაქვეითება, მაშინ ეს შეიძლება იყოს არა იოდის დეფიციტით განპირობებული, არამედ აუტოიმუნური თიროიდიტით, ანუ იგივე ჰაშიმოტოს დაავადებით, როდესაც იმუნური სისტემა ებძვის ფარისებრ ჯირკვალს და ამან გამოიწვია ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. თუმცა ეს ჰაშიმოტო შეიძლება უბრალოდ არადიაგნოსტირებული იყო, მაგრამ იყო ორსულობა მდეც. ხშირ შემთხვევაში გვიან ხდება მისი დიაგნოსტირება, იმიტომ რომ მხოლოდ TSH-FT4-ის დონეს ვაკონტროლებთ და ისინი ნორმაში არის, მაგრამ შეიძლება წლები ადამიანს აუტოიმუნური თიროიდიტი ჰქონდეს. ის ორსულები, ვისაც აქვთ აუტოიმუნური თიროიდიტი, მაგრამ TSH-ის ფუნქცია ნორმაში აქვთ, მკურნალობას არ საჭიროებენ ორსულობის პერიოდში. მაგრამ მეტი რისკი აქვთ, რომ ორსულობის შემდგომ შეიძლება ეგრეთ წოდებული ორსულობის შემდგომი თიროიდიტი განუვითარდეთ სადღაც მშობიარობიდან 3-6 თვის მერე. თუმცა ეს მდგომარეობა არ არის ძალიან ხშირი. აი, თქვენ ახსენეთ ჰაშიმოტო და ფარისებრი ჯირკვალი. აი, რა სიმპტომებით ამოვიცნოთ და როგორ მართოთ დედობის ესეთ პერიოდში, დედობის ფონზე, მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ხო? ხო, თვითონ ჰაშიმოტოს თიროიდიტი შეიძლება აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ან ძალიან ზოგადი სიმპტომატიკა ჰქონდეს, ისეთი მსუბუქი თმის ცვენა, ზოგადი სისუსტე და თუ ანტიტეპეო და ანტიტიჯის დონეს არ გავიკონტროლებთ, ვერც ვერასდროს ვერ გავიკოთ. მაგრამ აი იმუნური სისტემა რომ ებძვის ფარისებრი ჯირკვალს, თუ ამის ფონზე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შესუსტდა,
ანუ დაქვეითდა და ფარისებმა ჯირკვალმა ვერ შეძლო ჰორმონის ადეკვატური დოზით გამომუშავება, რაც ორგანიზმს ჭირდება, ამ დროს ხდება ძალიან ძლიერად გამოხატული საერთო სისუსტე, წონის მატება, მკვეთრი წონის კლების გართულება, სიცივის აუტანლობა, შეშუპება, მეტაბოლიზმის დარღვევა. კლასიკურად სიმპტომატიკა არის, რომ უფრო გულჩვილები ხდებიან და ტირიან, მაგრამ ბოლო პერიოდში შეიცვალა და საკმაოდ ეტყობა ესეთი ძლიერი სტრესული ემოციური გარემოს ფონზე, ხშირად ყვირიან და გაღიზიანებულებიც არიან. ამიტომ ჩვენ ესე ვთქვათ, მარტო კლასიკური სიმპტომატიკით ენდოკრინოლოგთან პაციენტი რომ მოდის, თუ ის არასდროს არ ყოფილა, მას აუცილებლად ეს გამოკვლევები ერთხელ მაინც წელიწადში უნდა ჩაუტარდეს, სულ რომ არ იყოს სიმპტომატიკა და ორსულებს პირველ ტრიმესტრში აუცილებლად უტარდებათ TSH-ის გამოკვლევა, ეს არის აუცილებელი ჩასატარებელი კვლევა, რადგან ბავშვს უკაცრავად ნაყოფს პირველ ტრიმესტრში თავისი ფარისებრი ჯირკვალი არ აქვს, ამიტომ დედის ფარისებრი ჯირკვალს უწევს ორივეს მაგივრად მუშაობა და თუ TSH არ არის ნორმაში, აუცილებელი არის, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ და დავნიშნოთ შესაბამისი მკურნალო. ანუ თქვენ როგორც აღნიშნეთ, ემოციურ ფონზე ძალიან მოქმედებს, როგორც ძალიან. ანუ აქედან გამომდინარე შეიძლება გაღიზიანებულიც იყოს და რაღაცა ესეთი სიმპტომები ორსულობის დროსაც ამ მშობერების მერეც არის ეს სიმპტომატიკა, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ხომ არ არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ამ შემთხვევაში. ანუ ამ შემთხვევაში ხო არის ხოლმე მაგალითები და შემთხვევები, როდესაც ამ ყველაფერს რაღაც ორსულობის ჰორმონულ ცვლილებას აბრალებენ, ესე თქვა და ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდებიან, რომ შეიძლება სხვა პრობლემასთან ქონდეთ. შეიძლება არის, მაგრამ თუ მაგალითად ახლა ამას უბრალოდ თვითონ ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ ეს ასე არის და არ მიმართავს სპეციალისტს, შეიძლება, მაგრამ სწორ სპეციალისტთან მიმართვის შემთხვევაში აუცილებლად სპეციალისტი ამას გამოიკვლევს და მიიღებს მერე შესაბამის ზომას. აი მე მინდა დედის კვებას და ძილს და ჰორმონებს შევეხო. აი როგორი კვებაა საჭირო ჰორმონალური სისტემის მდგრადობისთვის დედობის პირველ წლებში? ხო, ჩვენი ჰორმონები წარმოიქმნება ან ამინომჟავებისგან, ან ცხიმებისგან, ეგრეთ წოდებული ქოლესტერინისგან, რომელიც ძალიან საჭიროა, უბრალოდ ბევრი არ უნდა იყოს. და იმისათვის, რომ ჩვენ ეს ამინომჟავები გვქონდეს და ცხიმები გვქონდეს, რაციონში უნდა იყოს ორივე. ამიტომ ძალიან მკაცრი დიეტები, როდესაც ცხიმს საერთოდ არ იღებენ, ან გარკვეულ პროდუქტებს არ იღებენ იმის შიშით, რომ არ გასუხდნენ, ამ დროს არის დაუშვებელი. წონაში კლება თუ, ასე ვთქვათ, ახალბედა დედას უნდა მაინც მოხდება, ჩანსაღი კვების ფარგლებშიც უბრალოდ კალორიული დეფიციტი უნდა შეიქმნას. ამისათვის უნდა მივიღოთ ცილა მინიმუმ 1 გრამი კილოგრამ წონაზე. ანუ თუ მაგალითად ადამიანი 80 კილოგრამი, მან უნდა მიიღოს 80 გრამი ცილა. ეს რას ნიშნავს, რომ მაგალითად 100 გრამი ხორცი ნებისმიერი არის დაახლოებით 25-დან 30 გრამამდე ცილა. 1 ცალი კვერცხერი 6 გრამი ცილა და მის რაციონში ყველა კვებაზე უნდა იყოს გარკვეული ცილის წყარო. ასევე რძის პროდუქტები, ხაჭო და ესენიც ცილის წყაროებია. კვების რაციონში ასევე მნიშვნელოვანი არის, როგორც უკვე ვახსენეთ, მივიღეთ ბოჭკო და მისი ძალიან კარგი წყარო არის ბურღულეული კულტურები და მაგალითად ერთ-ერთი ეს არის შვრიის ქატოს დამატება შეგვიძლია როგორც ფაფის სახით, ფაფაში დავამატოთ, ასევე რძის პროდუქტებში, სადაც პრობიოტიკებსაც მივიღებთ და ბოჭკოსაც მივიღებთ. შეგვიძლია სმუზიში დავამატოთ და ასე ვთქვათ, მათი სარგებლიანობა კიდევ უფრო გავზარდოთ. აი ძილს რა გავლენა აქვს, ძილის დეფიციტს რა გავლენა აქვს ჰორმონალურ წონასწორობაზე? ხო, ძილს აქვს ძალიან დიდი გავლენა, ქრონიკული უძილობა იწვევს. აქ იგულისხმება ასევე ის, რომ შეიძლება ადამიანს 7 საათი ეძინოს გადამულად, მაგრამ თუ გვიანი ძინავს, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზმს აქვს ბიორითმი და ყველა ჰორმონს აქვს თავისი გამომუშავების დრო. და გარკვეული ჰორმონების გამომუშავების დროს ჩვენ უნდა გვეძინოს. მაგალითად, როგორც არის ზრდის ჰორმონი, რომელსაც აქვს, ასე ვთქვათ, ცხიმის დამწველი ფუნქცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავიკეთოთ ზრდის ჰორმონი, მაგრამ ბუნებრივად მის ნორმალურ გამომუშავებას ხელი არ უნდა შევუშალოთ. ამიტომ წინა დღეს დაძინება, სადღაც 12-ის ნახევარზე მაინც გვეძინოს, არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო რჩევა, იმიტომ რომ სტრესი ისედაც არ გვაკლია და თუ კიდე უძილობით დავამატებთ ჩვენს ორგანიზმს, ეს ასევე აისახება ნაყროვანებისა და შიმშილის ჰორმონების დისბალანსზე და მე არის რომ ვუჩივით, რომ ტკბილი მეტად მოგვინდა, მადა ვერ გავაკონტროლეთ და ასე შემდეგ.
ეს რაც შეეხება ძილს და კორტიზოლის დონეზე მოქმედებს. კორტიზოლიც არის სტრესის ჰორმონი და მოქმედებს წონაში მატებაზე და მოქმედებს იმიტომ არა რომ ჩვენ არ ვუყვარვართ და ჩვენი ჯინი აქვს რომ წონაში მოგვიმატოს. უბრალოდ მაგითი გვიცავს. ჩვენ წონით გვიცავს იმისგან რომ ასე ვთქვათ, გარემოს ფაქტორებისგან თავი დავიცვოთ. დედას თუ შეუძლია დაარეგულიროს ჰორმონი თავისი ცხოვრების წესით? თუ არის ესეთი პრაქტიკა? ფარისებით ჩირკვის ჰორმონს მარტო ცხოვრების წესით ვერ დაირეგულირებს, მაგრამ კორტიზოლის დონეს, ნაყრომას შიმშილის ჰორმონების, ლეპტინის და გრელინის დონეს დაირეგულირებს, მაგითი რეგულირდება. მეტი სხვა საშუალება არც არსებობს. და მან უნდა დაირეგულიროს მაქსიმალურად, ანუ პირველ რიგში ძილის მოწესრიგებით, კვების მოწესრიგებით და მენტალური მდგომარეობის მოწესრიგებით. ეს შეიძლება იყოს როგორც და მე ძალიან მივესალმებ და აქტიურ აგიტაციას ვუწევ ფსიქოლოგთან სეანსებს, მედიტაციებს, რა ვიცი, მადლიერების დღიურს და ასეთ რაღაცებს, რაც მაქსიმალურად მოგცემს საშუალებას, რომ მადლიერები ვიყოთ იმ ყველაფრისთვის, რაც გვაქვს და ვიმუშაოთ იმაზე, რაც არ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩვენი სტუმარი. აი დასასრულისკენ მინდა რომ აი რაღაც რჩევის სახით აი რას ეტყოდით იმ დედას, ვინც აი მუდმივად დაღლილია, მაგრამ მგონია რომ აი უბრალოდ ძინავს და გადაღლილია. ეგეთ დედას როგორ რჩევას მისცემდი? პირველ რიგში მიმართო სპეციალისტს. ამასთან დაკავშირებით, ალბათ პირველ ეტაპზე ენდოკრინოლოგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მერეკო სპეციალისტი გადაამისამართებს და დააკვალიანებს კიდევ არის თუ არა საჭირო სხვა სპეციალისტების ჩართულობა. ასევე მნიშვნელოვანია რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა რომ შეიძლება სპეციალისტმა გვირჩიოს და გვაკვალიანოს, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი არის ეს, ამიტომ სირაქლემის პოზიციაში არ უნდა ვიყოთ რომ რაღაცას დავაბრალოთ და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ მოწესრიგება. არ არის აუცილებელი რომ მე-10 სართულზე ავხდეთ და რაღაც ავფრინდეთ. ჩვენ უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ პატარ-პატარა ცვლილებებით, თუნდაც დღეს თუ პირველ საათზე იძინებთ ღამე, 12 საათზე რომ დაიძინოთ ან პირველის ნახევარზე, ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება. წყლის დალევა დავიწყოთ, ნელ-ნელა შემოვიტანოთ ჯანსაღი პროდუქტები. თუნდაც ერთი პროდუქტი იყოს ჯანსაღი, მაგრამ ერთს მერე მეორე დაემატება და ასე რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით მივიდეთ დიდ სამი რამე, რასაც დედა უნდა აკონტროლებდეს საკუთარ ჯანმრთელობაზე. ძილს, ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღ კვებას. დიდი მადლობა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია.